ვაიმე ევი კიდე რა სურტყავს ბიჭო ეხებს ვეღარ ვფაერთოთ ჩვენი ოპერატორი შედის მეგობრებო დღეს მე-11 კლასელები ათ უკვე რაჭაში ვიმოგზაურებ ჩაუჯეკით არინანე მე ოთო ვარ და ეს ექსკურსია რაჭაში დიახ მოგზაურობა კლასთან ერთად გრძელდება დღევანდელ ვიდეოში ვიმოგზაურებთ რაჭაში და დამიჯერეთ რომ დღევანდელი ვიდეო არ იქნება მოსაწყენი ჩაუჯეკით და ისიამოვნეთ მოგესალმები ოთო როგორი განწყობა არაჩვეულებრივი საუცხო კი ქოჩიაშვილი რანაირ განწყობა ჩემებური ხო გორი თუ არ ჯობდეს ამ ექსკურსიას მეგობრებო ერთ გეტყვით და ნამდვილს მე-5 კლასელებს ვახდი ექსკურსიას და დარწმუნებული ვარ რაჭაზე გაიქნებოდა სხვა არაფერი არ მეთქმის სერიოზული ექსკურსია იყო ჭიათურა არც ვიყავ ნამყოფთან და გადასარევი აგერ ახლა პატარები მეორე კლასელები მიდიან გორში რა და ჩვენ აგერ მივდივართ 9 საათში რაჭაში ვიქნებით და კაკრას ისე რომ მოვინდომოთ ეხლა ჩვენ არა რო არ მოვინდომოთ 5 საათზე სახში ვიქნებით მაგრამ მაგასაც ვნახავთ ნანუკა მოგეწონება თუ არ ექსკურსია და იმასაც ვნახავ თუ რომელზე დავუბრუნდებით სახში მეგობრებო დავიზარეთ ეხლა ადგილიდან სკოლიდან და ჯერ უნდა დავაწოთ თერჯოლაში საჭმელზე და მერე დავაწვევით რაჭაში ბატონო სანაძე თქვენ დაგვაქვს შეკითხვა 2 შაურმა თუ 3 ხმოს ფეხი არც ერთი აჰა სანაძეს არშია ოთარი ნოქარი რა ვახარ ოთარი ნოქარი იმყოფება არაჩვეულებრივ განწყობაზე რადგან საჭმელაც მივდივართ შია ბატონო ვახო რა ემოციები გაქვს ხვალინდელ დღეზე დღევანდელზე ვისაუბრებ დღევანდელი არ მინდა ხვალინდელი მითხარი ნორმალური აზია კი ბატონო გასაგებია თქვენ რას ფიქრობ მაზე რა მოხდება მასე რა მოხდება დიახ მოსახთენი უნდა მოხდეს კი ბატონო მართალია კარგი დაგიბრუნდებით შემოვედით ქალაქ ტყიბულში წელს დაარსდა ქალაქი მაგარი ლამაზი და გამიჩნა კარგი დღისი ლამაზიცი უხვით მას დაარქვეს ტყიბული მოფერები დღის გული და ქვანახშირით მდიდრული ჩემია ეს ქალაქი და ჩემი არის ჟამი ამ ქალაქში ისწავლება სიყვარულის არსი ერთმანეთის თანამდგომა დაკაცობის ფასი ერთგულება მეგობრობა არის ჩვენი კვალი მოდი ისევ მე შენ გეტყვი ლამაზი გვაქვს ბევრი ხედი ქართლის დედა ცხრაჯვარი და ჩვენი ნაქერა ლასქედი აქ არის სიყვარულის ქალაქი უნება ღვთიური ეს არის ჩემი ტყიბული აქ არის სიყვარულის ქალაქი უნება ღვთიური ეს არის ჩემი ტყიბული
მოვედით რაჭაში. სრული ნისლი. მოვიდეთ მეგობრებო რაჭაში. მაქვს მკერდს მიდებული ქნარი როგორც მინდა, ჩემთვის დიდებული სხივი გამოვწყინდა. მკვიდრად ააშენა, ვინაც ააშენა და ცით დაამშვენა დიდი ნიკორწმინდა. გზნებით დამკარგავი გრძნეულ ჩუქურთმებით, ქარგი დამკარგავი ნაზი შუქურთმებით, ნეტა ვინ აზიდა, ან როგორ აზიდა, რა ხელმა აზიდა მაღლა ნიკორწმინდა. რა განძი გქონია, რა მხნეა, რა მდიდარი, ჟღერს ქვის ჰარმონია, დარობს რა მდიდარი, კარგად გამოჰკვეთა, ვინაც გამოჰკვეთა, სიბრძნით გამოჰკვეთა, მძლავრი ნიკორწმინდა. აქ რომ თაღებია სვეტთა შეკონება, ისე ნაგებია სიზმრის გეგონება, ნეტა ვინა აქო, რა ნიჭმა აქო, რა მადლმა აქო, სვეტი ნიკორწმინდა. გრძნობ ვიდიადია 12 სარკმელი, ხაზებში ანთია ცეცხლი მისარკმელი, ნეტა ვინა ანთო, რომ გრძნობით ანთო და წლებს გადაანდო ნათლად ნიკორწმინდა. ხვეულთ დიადება ვხედავ რა უხვია, დრო მას დიადემა კრძალვით შეუხვია, ნეტა ვინ მოჰკარგა და როცა მოჰკარგა, შიგ მიხკარგ მოჰკარგა, გზნება ნიკორწმინდა. მკვეთრი და მოქნილი ხასთა დასრულება არის ამოთქმნილი ნატურის ასრულება. ეს ის სიმკვეთრეა, ეს ის სიმდიდრეა, რაითაც მკვიზრია ძეგლი ნიკორწმინდა. ტაძარი ნიკორწმინდა მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მე-10 საუკუნის ბოლოს რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ ერთიანი ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამის ბრძანებით საძირკველი ჩაეყარა წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ საერისთავოს კულტურულ ცენტრად იქცა. ნიკორწმინდის შემდეგ უკვე კი გავეშურეთ ხიდის კარის მოსანახულებლად.
ჭრება წყალთა დენამა მე მომკლავო მომიღო შენი თვალების სქერამა ვერ დაგიცამენ ყოველთვის შენი ლამაზი თვალები სახლში მოგიმტრევ შემოვალ ვნებას რკინის გარები ვერამ წიწილავსა იყო იძახდა ძიავსა იმისი თეთრი ბუმბული ველად გაქონდა ნიავსა და გადაგირებ ახლა ანუ მეთქი ძაღლის შეეშინა თქო და პეპლის მეშინია ჰა? მრავალძალი აშენდა 1000 წელს, როდესაც ბაგრატ მესამემ ჩამოაყალიბა რაჭის საერისთავო. ასევე არის აქ ჯვარი დადგმული, რომლის ისტორიაც ასეთია. ეს ჯვარი დადგმულია უშვილო ოჯახისთვის, რომელთაც ამ ეკლესიაში ლოცვა კურთხევის შემდეგ შეეძინათ ტყუპი გოგონები. აქ ამოსულს დაგვხვდებათ ძალიან ლამაზი ხედები. ასევე გირჩევთ, რომ შეარჩიოთ სწორად ავტომობილი, რადგან 16 კილომეტრი აღმართი არის გასავლელი, ამიტომ გაითვალისწინეთ. მრავალძალის მონახულების შემდეგ კი როგორც იქნა გავშალეთ სუფრა. I've never tasted
სიტუაცია სიყვარულის ჩანჩქერზე. სიყვარულის ჩანჩქერზე მოვედით, გოგოები შეუარდნენ იქნება რაღაცა გვეშველოსო, მაგრამ ნახოთ რა ვიცი და ჩვენი დირექტორი. ოპა, თემური, იქნება გეშველოს, თემური, იქნება გეშველოს. თემური, რა გინდა, თემური, რა გინდა. ესენი დაჟე კიდე მეორე რეისზე მიდიან. მე ჯერ თავის გასვენებასაც არ ვაპირებ და მე ჩემი ტექნიკის გაფუძნებას. ჩემი ტელეფონი ვიცი. ამიტომ ერთი სიყვარული არ გვექნება. ღმერთის წყალობით რა ვიცი მე რაც ხა იქნება და როგორც იქნება, როდესაც იქნება რა ვიცი. ვაკეთო. დიახ, მეგობრებო, ეხლა აქ ძალიან ბევრი ხალხი არის და ჩვენ შევედით სამჯერ ვიყავით სიყვარულის ჩანჩქერში ნამყოფები და ძალიან კაი არის. სხვათა შორის ეგ წყალის ზავლია და ძალიან გემრიელი იყო. მადლობა. ესე იგი, შამპუნი მაკნევა თავი დარება რა და იმედია მეწვევა რა სიყვარული რა. ორწამ ერთ რაღაცა მათოვია. 16 წლის ბიჭი ვარ, მეტრა 86. მომწერეთ გოგოება. აუ, ნემსიკლაპიების მეშინია. მგონი იკმინებიან ესენ. იკმინებიან ოთო? ახლა რომ მოვიდეს და გიჩეს ეგრე არა. ასე რომ ეკეთებს მასე? იფრინავს წავა. ასე რომ აუში. მეშინია ყავოთ. ყავათი. ამომეც, აუ ხომ მეჭირა, ხო ლაპარაკობდი. თემო მომეცი? მე აუ გთხოვ, გაათხია გემუდარები, საშრად მეშინი ნემსიკლაპიების და კალიების. ტეპლების კიდე. აი იქ სადღაც ზემოთ არის იგივენაირი სიყვარულის ჩანჩქერი. მეორე პულკაზე მოვიდა ხალხი, იმიტომ რომ პირველზე არ ეშველათ. ორწა მოიცა. ატა! გთხოვთ. ადიმიდა. აუ გთხოვ. სადი ლინა ორი ხარ. მალე. ოტო მე ვარ რიქში. ამ ჩანჩქერამდე მოსასვლელი გზა ხან ხრეშიანია, ხან ასფალტიანია, ფეხით სავალი არის 10 მეტრი, მაგრამ მერე როგორც ესენი იჯერ არის სიყვარულის ჩანჩქერი და თუ შეეყუდები, გეშველებაო. აგერ მიდის მთელი ბატალეია, წავიდა მეორე პულკაზე. ამას ქვია ფოთოლს დედა-დედინაცვალი, რომელიც ერთი მხრიდან არის ცივი, მეორედან თბილი. ეს მხარეა ცივი. ხოლო მეორე მხარე არის თბილი. თუ არის? ანუ დედინაცვალი ცივია და დედა არის თბილი, ხო? კი. ჩემს გარდა სულ ყველა არის წასული და რატო უნდა ვიყო გამონაკლისი, ამიტომ ერთ-ორ წვეთს მაინც შევისყავ სახეზე. ანუ გზა რო დაგანახოთ რა, ახლა გზა რო დაგანახოთ უცბად. ამათ უყურე. გაწუმპულები. ანუ აქ კლდეღრე გადალახეს, რომ ჩანჩქერს შეუშირონ თავი და იპოვონ თავიანთი შესაფერისი გოგო ბიჭები. აქ თუ ახლა მე ფეხი დამიცდა, ჩემი ტექნიკა, კამერა, მიკროფონი, ფაფუ
ცოტა დავსვენდი. შეხება. ყველა სველი მე ვარ. რა კარგოლაზე შეშფერდი და მე ვარ შეაგეთუა. მაი. ყველა სველი ვარ ხა. ამას უყურეთ. მე ვარ შეაგეთუა. ნანუკა ოთო შედი. როგორ გაწყობაზე ხათემო. ცოტა მშრალი ვარ. საშვალი ოთო შედი. აგინა შემოყვე. მომეც. ჩვენი ოპერატორი შედის მეგობრებო. ერთი ამან არ გამართლოს. გამოიწერეთ, არ პროსტა რაებს ჩავდივარ, შეხედე. შეხედე. აბა დედა ჩემის რეაქცია. დე! ამას უყურე. მეტი რაღა უნდა გააკეთოს დამწებად 16 წლის იუთუბერმა რომ გამოწერა არ დაისახუროს და ერთი ლაიკი არ მაჩუქოთ ძმაო მეტი რა გავაკეთო აკეთე ბუჩკი აკეთე როგორც მახსოვს ისევ აქ ხარ ისევ ჩემთან ერთად გახარ სანამ დრო გავაიფიქრე აკეთ ღამე აიკი დღე როგორც მახსოვს ვა, რა ორიგინალური რაღაცა არის. გულის ფორმის აუზია. წყალი იქიდან შემოდის, შეპროცესება შემოდის მილით. აქ ჩამოდის. ჩანჩქერიდან უეჭველი ჩამოდის წყალი, მერე მილებით არის გამოყვანილი. აი აქ ასეთი მექანიზმია გაკეთებული ხის ბამბუკებით. და ჩააგდებ ხურდას და ჩაიფიქრებ. ძალიან მომავე. შენ ამგვარი ტექნოლოგია, სიდა შენ. ძალიან ორიგინალურია. ო, ქნა უკვე, ხო? არა. აი, შენ კარტა საკუთია. ეს ერთია, ხო? ანუ რამდენი შეყვარებული ყავს და 1-5 ხურდა მეიმარაგა და ეს ერთი ეს მეორე ეს მესამე ახლა TBC-ს გაატარებს მას ორი ნაბიჯის გაატარებ ბონუსები და ირიცხება ამან ჯობია ქულები დამეჭა დღის ბოლომდე ჩამოეჭრება დინება რიონის არის ძალიან მომატებული თითქმის ნაპირამდე არის ამოსული რა და გაკეთებული არის რა თქმა უნდა აი ესეთი ლენტები ადამიანმა იცოდეს არ გადაკვეთა აი გაგრილებულები და ბედ გახსნილები მივდივართ აბა თუ გამოიწევს 9 ჯვარზე
იქნება ძალიან კარგი ხედები და აუცილებლად დაგანახებთ ყველაფერს გადავიღებთ. ეს თავიდან ბოლომდე გაწონყოლი იყო, მაგრამ ახლა სულ ყველა გამშრალები ვართ, ბედ გახსნილები და მივიწევთ პირდაპირ ცხაჯვალს. ორი ჩანჩქერის იმედზე ვართ საერთოდ. ორი ჩანჩქერი. ცხაჯვალზე ამოვედით და მოვარგინეთ. ახლა გადავბარგდებით და დაიწყება ჩვენი ჯვარის სამლოცველოზე ასვლა. რასაც განახებთ, წინა წელს არ იყო კარგად დაკეთებული, ზოგი კიბე ჩამკრეული იყო და ცოტა ძნელი იყო ახლა, ამიტომ ნახოთ წელს თუ გააკეთეს მაინც და გადავიღებ ყველაფერს. ვაიმე, ისეთი სიცივე აკბილებს. ასე შევიდა ამას უყურეთ. ამას უყურეთ. ჩემი მოსაცველი ამასაცვია და მეჰეს. მათე მოდი ორგან. ჩემი. ძალიან სიცივეა ნისლია. ამას გახედეთ, პროსტა რითია ძმადი. სამწუხარო ჩვენ ძალიან ცუდი ამით დაგვემთხვა, ტალახიანი და წვიმიანი გზა იყო, შემდეგ ნისლით ჩამოწვა და ბოლოს თქვენს ნახავთ თუ როგორ ჩამოვედით. ან საერთოდ ავალთ კი? მეგობრებო, ეხლა ჩვენ მივდივართ ცხაჯვალზე და ყველა ვიცხდება გვეუბნება რომ უკან დაბრუნდითო და ალბათ არ უნდათ რომ მოვინახულოთ ცხაჯვალი რა. ანუ შეხედე, რაები გაცვიათ? ანუ ამას ერთად მაინც მე მოკლე მასშტაბური მაინც. არა მეც მაგრამ ცუდი რელიეფის გამო უმეტესობა მარშრუტკაში დარჩა, მაგრამ ვინც წამოვედით, ძალიან ნანობდით წამოსვლას, მაგრამ ამავდროულად ძალიან გვიდოდა ცხაჯვალის ნახვა. ძალიან ტალახიანი იყო გზა, ძალიან სველი და ფეხით ძალიან ცურდა. ამიტომ გირჩევთ სანამ წამოხვალთ, ამინდი კარგად გადაამოწმეთ, ან გამოსაცვლელი ფეხსაცმელი აუცილებლად წამოიღეთ. ვაჰ. შეხედეთ რა დღეში ვარ. ძმაკაცმა მოკლე გზა ვიციო. მოკლე გზა. მოკლე გზა. და ისიც დაიწყო კიდეში. ცხაჯვარი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მისტიკური სალოცავია საქართველოში. იგი ზღვის დონიდან დაახლოებით 1560 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, საჩხერის მუნიციპალიტეტში.
ეს ადგილი საუკუნეების განმავლობაში რწმენისა და ლოცვის და სულიერი სიმტკიცის სიმბოლოდ ითვლება. მისი ზუსტი დაარსების თარიღი უცნობია, თუმცა გადმოცემის მიხედვით ცხრაჯვარის ისტორია შორეულ წარსულში, ადრე ქრისტიანულ ეპოქაში იღებს სათავეს. აქ აღმართული ცხრაჯვარი ხალხურ ტრადიციებსა და ლეგენდებს უკავშირდება. ცხრაჯვარიდან იშლება საოცარი ხედები იმერეთსა და რაჭაზე, რაც ამ ადგილს განსაკუთრებულ სიწმინდესა და სილამაზეს ანიჭებს. ეს არის ადგილი, სადაც ბუნება, ისტორია და სულიერება ერთმანეთს ერწყმის. მოგლეთ. როგორც იქნა დიდხნიანი წვალების შემდეგ ასე ვთქვათ, დაახლოებით 1600 მეტრზე ამოვედით. სამწუხარო არ მისვით აგვემთხვა, რადგან არაფერი არ ჩანს აქედან, მაგრამ თუ კარგ ამინჩი ამოხვათ, დამიჯერებთ, ძალიან კარგი ხედი იქნება რა. იხედავთ როგორც ამოვედით. კადრს მიღված კარგად ვერ არიან ჩემი კლასელები. სტუყოლახე დუქნულები არიან. აქ შორის მეც ოპერატორით და მოკლედ ამდენ ხნიანი, დიდხნიანი წვალების ჩახირის შემდეგ ამოახდეთ აი ეს არის რაჭა, ცხრაჯვარი და ყველას გიჩვენოთ მოხვიდეთ და აუწევთ ეს თუნდაც ამერნესას. ფარადეთ გამოიწევთ ახლა. მიდი ნიტა, კადრი, ნიტა კადრი გარამაზე. იქე ჯობია, იქე. იქე ჯობია, იქე. თქვენ უკვე ნახევარი გზა გამოდიაქვთ. ნუ ისა, ბიჯი. რა? ცოტა. რა? ვახო, ჩემი კაი მაგტალები დაგილედა. მე დამიზდა, ცოტა. ხო, ორივეც. ასე წამო. ყველო ასე. მოდით აქეთ, გადმოგითხრევთ. გადმოგითხრევთ აქეთ, მოდით. მოთო. სანამ ვახო გადმოგითხრევ, შეგახსენეთ, რომ არხი ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი, ამიტომ რაღაცებადები გამოიწერე და დაელაიქე ვიდეო. ნიტა, ყველა მოდით აქეთ, გამოგიყვანთ. მაგე და ხატალახია, გადმოდით აქეთ. ჩემი შორმალი. მოგლას ანამასტარებელი. ოპა. არ გამოტოვო კადრი. შეუძლებელია მაგ. მეც გადაიხადო ეს დავარდებოდა პირველი. ახლა იქიდან გადავიღე, ისინი ვიღე ვიდეოს. რაც ეს გადმოვარდებოდა პირველი. მოიწუთია ვიღე ვიდეოს ახლა ნახავია ხო? იქნება კი. პარკები დავჭირდება. მაშა რაოდენობით პარკები. მე ვიდეოს გადაღები ვარ. ბიჭო, რა დროს ვიდეოა? სახალიცოა. ინახეს ერთემი ასე გახო. ხო, თავისთვის. მე ვიცი, ავჭირდები. აქანე გიწით ახლა სიარული. ვერ გადაგაშენ. ნებუი ოთხ გავადი შარმა. ხო იცი მათე კამერამენი ხო იცი შეიძლება ასე ჩამოდით ოთ ასე ჩამოდით აი მათე შენ მინდა როწე იქცე ვიდეოზე შენ მინდა როწე იქცე მათე მე მგონი ვიდეოს ბოლომდე გაგრძელება არ ღირს, იმიტომ რომ
კი მიხვდებით თუ როგორ ჩამოვედით ბოლომდე. როგორც იქნა ჩამოვედით წვრილი ამ სიტყვის დამშვენობით ჩამოვაღწიეთ რა ჯვარიდან და აი რა ვიცი ისეთ კარგი თავისებურებები დამჩა რომ ბათუმის ექსკურსია ჯობდა ერთმა აი ეს გირჩევთ რომ კაგამინში მოხვიეთ რადგან ეს არ გადახდეთ თავს და გამოიტანეთ ახლა და ლაიქეთ ვიდეო დაწერეთ კომენტარი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ეს არის ოთარიოს ვლოგი და დაბა.